მოკლედ რაც შეეხება არაბების თემას, ახლა საქართველოში რო შემოყავთ არაბები, მე მინდა გითხრათ, აქ საფრანგეთშიც არიან არაბები და რა ხდება? როგორ უწევთ ფრანგებს არაბებთან გამკლავება, რა სტილის ხალხი არიან ეს არაბები და როგორ შეეგუება, ან როგორ დახვედრაში მოვა ქართველ ერთან. ცოტა პატარა პარალელები გავავლოთ. ჩემი ხმა შეიძლება კარგად არ ისმის, ეს გამოვიწერე ხა ინტერნეტიდან ის პატარა ის რომ ხმა უკეთესად გააგებინოთ მომავალში, მაგრამ როგორღაც ეხლაც მოგაწვდეთ ხმას. მოკლედ ერთი დღე არის და სტრასბურგში მივდიოდით ერთ-ერთი ქართველის დაბადების დღეზე ფაზენდა აქ რა ჟაღდანი ქონდა და იქ უნდა მწვადი შეგვეწვა რამე და გავიარეთ ერთი ადგილი, ტყიანი ადგილი და გახედეო მეუბნება იქ 25 წელი აქ ცხოვრობენ რა ეს ხალხი აქ და აი ამ ტყეშიო არაბებს ხო უამრავიო იარაღი აქვთ, ჩაბალულიო, ჩაფლულიო, ნარკოტიკებიო და ჟო კაცი წყავთ დამარხული აქ რა. მასეთი საქმეც გასკდაო რა. ფულის კეთების გამო ყველანაირ საქმეზე მიდიან რა. ეგ ერთი. იყო მეორე შემთხვევა ქალაქ რეიმში მე მუშაობდი ვენახებში და იქ ნაქირავები იყო ჩვენთვის, მუშახელისთვის საერთო საცხოვრებელი, ამ სტილის სახლი იყო, კერძობინა, რომელიც დაყოფილი იყო საცხოვრებელ ოთახებად და 2-3 კაცი თავსდებოდი ზოგი პოლზე, ზოგი საწოლზე, ну ასეთი რაღაცებიც მაქვს გავლილი და ერთ-ერთ საღამოს დროს, რა თქმა უნდა, საღამოების დროს საღამო ხანს ბიჭები ვიკრიბებოდით ეზოში და იყო ქორწილი რა, გზაზე მიდიოდნენ მანქანები, ეს არაბების ქორწილი იყო და მეორე მხრიდან ორმხრივი გზა იყო რა, სამხრეთზე არაბები მიდიან და ერთი მხრიდან მოდის ფრანგი. ერთ-ერთმა არაბმა ჩვენთანაც ვიცით ხოლმე ქართველებმა აბგონზე გადიოდა რა და გაკრა თავის გზაზე ფრანგს. გააჩერა ამ ფრანგმა, ამანაც გააჩერა, გადმოუხდა ფრანგს და მიუხედავად იმისა, რომ თავისი ბრალი იყო და ბოდიში მოეხადა, გამიგე, ერე შუბლზე მიადო და საკუთარ ქვეყანაში წარმოიდგინა. დადიან იარაღის სროლით, ბათქა ბუთქით, დაუმორჩილებელი ერია და არის არაბული რო იტყვიან დასახლებები, სადაც პოლიციასაც უჭირთ მოქმედება. ნუ არ არიან რა, ის ადვილად ლოხები არ არიან რა და ერთ-ერთი ის მახასიათებელი ნიშანია მაგერის, რომ ქართველებს ხშირად მოგვიწევს დატაკება მაგ ხალხთან და თქვენ გონიათ, რომ პოლიცია დაიჭერს თქვენ მხარეს, ინვესტორები არიან, შემოსულები არიან და მაგათ მხარეს დაიჭერს და ყოველთვის სროგზე გაუშვებენ იმ ქართველს, რომელიც მაგათ დაუპირისპირდებათ. ეგ ერთი. მეორე ის, რომ ვინც ახლა მათ შემოდიან არაბები, ხო? არიან დიდი ფულის მეპატრონეები. ანუ უფრო ვიშე კლასია, გამიგე, მაღალი კლასის არაბები შემოდიან. ანუ მილიონიანი არაბები. წარმოიდგინეთ ახლა გლეხმა კაცმა, ხო ბევრს გიყიდიათ მიწის ნაკვეთი, აგაროც რო ვეძახით და ბევრს გიყიდიათ და კარგად ანუ განვითარებული სამეურნეო დაგეგმარების შემდეგ თქვენ შეიძლება მოგმატებიათ და მოგდომებიათ მიმდებარე ტერიტორიების შეძენა. იგივე სიზამს არაბი. შენ თუ არაბს საკუთრებაში აძლევ მიწას, ბათუმში ერთს დიდ ჰექტრობით ადგილს და მეორეს თბილისში. წარმოიდგინე, რომ ის კანონითაც უპირატეს ანუ კანონი ანიჭებს უპირატესობას, როდესაც შემსყიდველი არის ანუ მიმდებარე ტერიტორიის შესყიდვაზე სხვასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს, რომ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი შეიძინოს იმან, ვისი ნაკვეთიც არის
ამ შესაძენი გასაყიდი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ან ახლოს ან მეზობლად. ანუ მას ანიჭებს უპირატესობას. და როდესაც მილიონებით შემოდის არაბი, ის ყოველთვის მიმდებარე ტერიტორიებს იყიდის და გაფართოვდება. რამოდენიმე ათეული წლების მერე მე თქვენ გეუბნებით, რომ აი თბილისში ნაყიდი ტერიტორიები და ბათუმში ნაყიდი ტერიტორიები შეერთდება. ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე ვდგევართ, ეგ ერთი. მეორე, როცა შემოდის, ხო და აი ხა ფრანგები რატომ მოვიყვანე კიდე მაგალითად, ხო? ფრანგები ცხოვრობენ, ანუ ფინანსურად, ეკონომიკური დონე ამათი არის მაღალი. ანუ არ უჭირთ არც ოპერაციის გაკეთება, არც არ დადაგებზე დასასვენებლად წასვლა, ვოიაჟი, მოგზაურობა, ბინის ყიდვა, ბიზნესის დაწყება, 2020 წლიანი მანქანების თუ 25 წლიანი და 26 წლიანი მანქანების ყიდვა არ უჭირთ. და მიუხედავად ამისა, ფრანგებს უჭირთ არაბებთან გამკლავება. მაგრამ როცა შენ ერი ყავს ისე გაღატაკებული, რომ ლუკმაპურის ფული უჭირს და აქ შემოყავს მილიონიანი, მილიარდიანი ფინანსების მქონე არაბი, რაც გააკეთებს. აქვთ საქმე ნარკოტიკებთან. თან ნარკოტიკებზე ყავთ ახალგაზრდები დასმული საქართველოში, თითო ჩეკს გადაუგდებენ, ვინც უნდა გააჩმახოს და დაიცვას თავისი ერის ღირსება, თითო ჩეკს გადაუგდებენ და გააჩუმებენ. პირდაპირ ესე გეტყვი. ყველაზე არ მაქვს ეს საუბარი და არიან ღირსეულები. მე წავდა მეგობარი სამწუხაროდ იყო ნარკოდამოკიდებული, დღეს ცოცხალი აღარ არის, ზუსტად მაგ სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ის თავის ნარკოდამოკიდებულება შენ თავზე არ მოგახვევდა. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ადამიანი ეცემა რა, უკვე გადამეტებული ნარკოტიკებით. ძირითად ძალას, მასას ხო გეუბნე გადაუგდებენ თითო ჩეკს და გააჩუმებენ ყოველ თვე. ფულით ყველაფერი, ყველანაირ წინააღმდეგობას იყიდიან რა. უნდა დავფიქრდეთ. ეს ხალხი პირდაპირ გეუბნებით, არც ქართველი იმას არ შეეგუება, რომ ამათმა იარაღის როლით ირბინონ და უკვე აქ რამოდენიმე ფაქტს ადგილი საქართველოში, რომ დაფიქსირდა ესეთი ფაქტები და ასევე ჩვენ სალოცავებზე არაბული წარწერები და ასე შემდეგ. ნუ ეს პატარა ჩანართი, რომ იფიქროთ ამ თემაზე და მე მომავალში ისევ დაგიბრუნდებით ამ თემით. გენაცვალეთ, მიყვარხართ, ჩემი ვიდეო მომართვები არაფერს არ ემსახურება, მე არავისთან არც შეკრული ვარ და ვიღაცის ბოდიში ამ სიტყვაზე ტრაკატრუგზე არ ვივლი, მე ჩემი ქვეყანა მადარდებს, მე ხა ბავშვის ოპერაცია რომ ჩამთავრდება უფლისწყარობით 30 აპრილს არის და თუ ყველაფერი კარგად იყო, მე რეაბილიტაცია 1-6 თვე და უნდა დავბრუნდე საქართველოში და თუ არ ვიაქტიურეთ ძალიან დაჩეჩანაკებულ საქართველოში ცხოვრება მოგვიწევს რა. რასთან შეგუებაც ქართველებს ძალიან გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ჩვენი მე არის სულ სხვა. არანაირ ფულზე არ გაუყიდია ჩვენ წინაპარს, ღირსეულ წინაპარს და ჩვენი მიწა-წყალი და იმიტომაც მოვედით დღემდე. პლუს ამას კიდევ მინდა გითხრათ, რომ ანწუხელიძემ, რომელმაც ყველაზე ძვირფასი არის ადამიანისთვის სიცოცხლე, ხო? ანწუხელიძე ფულზე ძვირფასიც, ხო? ხო ესეა, ხო მეთანხმებით. ანწუხელიძემ სიცოცხლის სანაცვლოდაც არ გასცა თავისი ჯარის კოორდინატები და შესწირა თავი. ტატუნაშვილმა თავის დროშას არ დააბიჯა ფეხი და დააბიჯაო და არ მოკკლავთო და არ დააბიჯა და მოკლეს. წარმოიდგინეთ თქვენ და მე რა უფლება მაქვს, რომ ფულზე გავიყიდო, ან ფულით გავყიდო ეს ტერიტორიები. ან რა უფლება აქვს თუნდაც მაგ ბიძინა ივანიშვილს, რომ ფულზე ყიდის ამ ტერიტორიებს და თქვენ რა გონიათ ახლა იმიტოა დახურული ეგ ხელშეკრულება, რომ ასობით მილიონზეა ლაპარაკი მაგ და თქვენ გონიათ ეგ ფული ქართველ ხალხს მოხმარდება? რომც მოახმარო არ უნდა გაყიდო მიწა-წყალი. და მე გონიათ მოხმარდება ეს საყდრისი რო ააფეთქეს ახლა იმ დღეს ბიჭებს ქონათ გადაღებული იქ ეგლაც მიდი ჩხაკაჩხუკის ხმა ისმოდა იქა ოქროს მოიპოვებენ. ეს ოქროს რომ მოიპოვებენ, მოდის თქვენამდე, სად მიდის ეს ოქრო? რამე შვება იგძენით ქართველებო? ხო? თავიანთ აი
მილიარდელებს შორის ენციკლოპედიაში იწერებიან რა და მაგის გამო ყიდიან სამშობლოს. უნდა გამოფხიზლდეთ რა, სხვა გზა არ არის. ჩემი თხოვნა იქნება გამოფხიზდით, რაც უფრო ადრე, უფრო მალე მოვაგვარებთ პრობლემას. მაგრამ თუ ისე წამოვისვავთ კისერზე ჩვენს მტერს, რომ ადგომა გაგვიჭირდება იქ, ანუ დატვირთულს, ფინანსურად დახუნძლულს, ჩვენზე ძლიერს, მერე ფეხზე წამოდგომა გაგვიჭირდება, სანამ ძალას მოიკრებავენ, სანამ დამძიმდებიან ამ ჭამით და ოქრო ვერცხლით, მანამდე უფრო იოლია კისლიდან გადმოაგდო ვინც გაზის ზურგზე, ვიდრე უკვე ჯანზე მოსული და ღონეზე მოსული ადამიანი. იმის გადმოგდება კისლიდან ძალიან ძნელია და ცოტა ჭკვაზე მოვიდეთ რა, მეტი არაფერი. გენაცვალეთ, მე მიყვარხართ ცუყელანი, დაფიქრდით ამ თემაზე და ამ თემას კიდე შემოუბრუნდებით რა.